გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. თავისუფლების და მონობის თემატიკა და ზოგადად ეს ფენომენი ყოველთვის საინტერესო იყო საზოგადოებისთვის და ყველა ეპოქაში ადამიანები ინტერესდებოდნენ და ყოველთვის სურდათ ყოფილიყვნენ თავისუფალნი და ასევე არ სურდათ ყოფილიყვნენ მონები. ეს თემა ხდება ძალიან საინტერესო დღევანდელ დროს, რადგანაც სულ უფრო ხშირად გაისმის რაღაც შეძახილები, რომ დიდი განსხვავება იქნება მდიდარსა და ღარიბს შორის, გაქრება საშუალო ფენა, ადამიანები ხედავენ ყოველდღიურად როგორ მატულობს კამერების რაოდენობა, როგორ მატულობს კონტროლი, შეზღუდვები, ეს იქნება კანონის სახით თუ სხვა რაიმე სახით. ადამიანები ბევრ ქვეყანაში ხდებიან ვეღარ ყიდულობენ იმდენს ნივთს და საქონელს როგორც ადრე და ერთგვარი გაღარიბების ეპოქაში თითქოს მართლაც ვიმყოფებით. იმიტომ რომ ეს ტენდენცია ვითარდება და ვითარდება. მით უფრო რომ ამის შესახებ ხშირად საუბრობენ ცნობილი სოციოლოგები, ფილოსოფოსები, მოაზროვნე ადამიანები, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ეს ბუნებრივია იწვევს გარკვეულ შეშფოთებას საზოგადოებაში. ადამიანი მართლაც ფიქრობს, რომ რა შეიძლება მოხდეს, ხო არ მიიყვანს ეს ყველაფერი რაღაც მონურ სიტუაციამდე და ამ ქვეყნიური გაგებით ესე აზროვნებს ადამიანი. ეხლა თავდაპირველად ჩვენ ვიცით, რომ პირველი ადამიანი შეცდა ცოდვაში ჩავარდა და მან დაკარგა თავისუფლება. თავისუფლებასთან ერთად მან დაკარგა ყველა ის სიამენი, რაც ჰქონდა სამოთხეში, ხო? მას ჰქონდა ყველაფერი, რასაც ისურვებდა, ბედნიერება, კომფორტი, ესე ჩვენი ენაზე რო ვთქვათ, ან რასაც ისურვებდა, ყველაფერი ჰქონდა. მას შემდეგ რაც მოხდა დაცემა, ადამიანმა ეს ყველაფერი დაკარგა. და მას შემდეგ რაც დაკარგა, ყოველთვის ეძებს ყველანაირი საშუალებით აღიდგინოს ის თავისუფლების ეს შეგრძნება, თავისუფლების ის მონაპოვარი, რომელიც მას ჰქონდა და ოღონდ ამას ვერ აღწევს. ის ხვდება, რომ მას მცნებაც აქვს, რომ უნდა იშრომოს, ოფლით მოიპოვოს, ტანჯვით მოიპოვოს, შესაბამისად ადამიანი გაბუროტებული რას იწყებს? იწყებს ერთმანეთთან ბრძოლას. ადამიანი, რომელიც უფრო ძლიერია, ის იწყებს მეორესთვის წართმევას და ცდილობს მიიღოს ის სიამენი, ასე ვთქვათ, ეს ჭყალებში თუ პირდაპირ გაგებით და არა საკუთარი შრომით, არამედ ვინმე დაამონოს. შესაბამისად, ეს ბუნებრივია იწვევდა ყოველთვის კონფლიქტს ადამიანებს შორის და შემდეგ ეს გადაიზრდებოდა ქვეყნებს შორის კონფლიქტად და ზოგადად ჩამოყალიბდა როგორც წყობილება, როგორც მონათმფლობელური წყობილება, სადაც ბატონები იყვნენ და მონები, რომელთაც ჰქონდათ შეზღუდული უფლებები და ასე შემდეგ, ეს უკვე კარგად ვიცით ყველა. ეხლა ქრისტიანული გაგებით, როდესაც მაცხოვარი მოდის, ეს მონათმფლობელური წყობილება, თქვენ კარგად ვიცით ისტორიიდან, რომის იმპერია, მაგრამ მაცხოვარი არ აკეთებს კონცენტრირებას ამ ფიზიკურ მონობაზე, ის ამბობს კეისარს, ხო? ადამიანი ქრისტიანობა ასწავლის, რომ შენ ხარ სტუმარი ამ ქვეყნად, შესაბამისად ის მიდრეკილი იყო უფრო და უყურებდა ამ წუთის სოფელს როგორც მართლა წუთის სოფელს და არა როგორც მუდმივ სახლს, სადაც უნდა იცხოვროს, შესაბამისად მას ეს მიდრეკილებები არ ჰქონდა და ანუ მაცხოვარმა როდესაც თქვა თავის გადაგებებში, უკვე თუ სცნანთ ჭეშმარიტება განგათავისუფლოთ თქვენ. და მიუხედავად უამრავი ტანჯვისა, წამებისა, მონური სიტუაციებისა, ჩვენ ხედავდით პირველი ქრისტიანები, როგორ გახარებულნი იყვნენ, მაშინაც კი, როდესაც მიდიოდნენ სატანჯველად, ან მოწამეობრივ ღვაწლში, როდესაც იყვნენ, ქრისტესთვის დებდნენ თავს. და მათ ჰქონდათ ეს განსაკუთრებული სიხარული და ეს გადმოცემულია ეკლესიის ისტორიის მიერ და ჩვენ კარგად ვიცით ამის შესახებ. ანუ ქრისტიანობამ კონკრეტულად გასცა პასუხი, უკვე პირველად მაშინ, როდესაც მაცხოვარი განკაცდა, მოვიდა ამ ქვეყნად, იქადაგა, მაშინ უკვე სწავლება მიიღო კაცობრიობამ, ჭეშმარიტი თავისუფლების შესახებ, განმარტებაც მიიღო და ქრისტიანებმა მიიღეს ეს როგორც აუცილებელი კანონი და ასე გააგრძელეს ცხოვრება. ის, ვინც ღებულობდა ამ ჭეშმარიტებას, ვინც ცნას ჭეშმარიტება, ის
მართლაც ჭეშმარიტად თავისუფალი იყო მიუხედავად თავისი მონური სოციალური მდგომარეობისა. ეს იყო მდგომარეობა. თუმცა კაცობრიობა დღევანდელი ხო არ ეგუება ამ მდგომარეობას, ბუნებრივი ამ მსოფლიური გაგებით ადამიანი ფიქრობს, რომ რატომ უნდა იყოს თავისუფალი, ის გაიზარდა ახალგაზრდების უმეტესობა ლიბერალურ პარადიგმაში, თავისუფლებაში, ჭვალებში, ადამიანი გადაადგილდება ქვეყნად და ეს სიამენი კვლავ და კვლავ სურს რომ მიიღოს და ის თავს ღირს ათვლის ამ სიამების მიღებისა. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეალობა სულ უფრო კაცრი ხდება და ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მოახლოვდება მეორედ მოსვლის ჟამი, ეს კონტროლის მექანიზმები ბუნებრივია სულ უფრო მკაცრი გახდება. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ჟამს უკვე, ანუ უშუალოდ ანტიქრისტეს ჟამს, ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ბუნებრივია რაღაც თარიღებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ვერ გადაადგილდება, ადამიანს შეზღუდული ექნება ყველანაირი მოქმედება, თუ მას არ იქნება ბეჭედი და ის აუცილებლად იქნება შეზღუდული. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენი გაგებით ის იქნება, ადამიანი იქნება მონა ამ სისტემის, ის ვინც მიიღებს ამ ბეჭედს, ის ბუნებრივია იქნება მონა, მაგრამ არ ჩათვლის თავს მონად, იმიტომ რომ წყობილებაში იტყვენ, რომ ეს შენ თავისუფალი ხარ, იმიტომ რომ შენ შეგიძლია შეიძინო, შეგიძლია იყიდო, შეგიძლია რაღაც აი კონტროლის ქვეშ გადაადგილდე, მაგრამ სინამდვილეში ესეთი ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ ტექნომონობა ან ტექნომონიზმი, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიებთან კავშირში იქნება აუცილებლად. ჩვენ ხედავთ, რომ ელექტრონული სისტემები, ტრანსჰუმანიზმის განვითარება, ნეიროს სისტემები და ქსელების განვითარება, ეს სხვადასხვა ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად უკვე გვიმტკიცებს, რომ არსებობს ეს კონტროლის სისტემები და შესაბამისად ამაში ეჭვიც არავის არ ეპარება. უკვე აღარაფერს არ ვსაუბრობთ, აღარ ვამბობთ იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით, როგორი პროპაგანდა მიდის და როგორ მიდის ადამიანის ფსიქიკაზე ეს მოქმედება და ეს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ბუნებრივია ეძებს გამოსავალს ამ თავისუფლებაში, მაგრამ რა არის გამოსავალი დღევანდელ დღეს, ხო? ანუ ადამიანი მთელი კაცობრიობის ისტორიაში სვამდა ამ კითხვას, რა არის თავისუფლება, რა არის გამოსავალი, მას ყოველთვის სურდა ამას და მსოფლიო ყოველთვის იყო მკაცრი, კონტროლირებადი, ყოველთვის იყო შეზღუდული და ადამიანი მცირედი გამონაკლისის იგულისხმება მდიდართა წრე, ვერ აღწევენ იმ საწადელ მიზანს, რომელიც მათ თავებში ტრიალებს. შესაბამისად, როდესაც ეს კონტროლი გამკაცდება, ისმის ბუნებრივი კითხვა, ლოგიკური განვითარება რა იქნება ამ საზოგადოების. ადამიანები, რომლებმაც არ ირწმუნეს ქრისტე, რა გამოსავალი ექნებათ მათ, ხო? დიდი ალბათობით და ამებიც ამას ამბობენ, იქნება დიდი სტრესი, შეშფოთება, ადამიანები დაკარგავენ თავიანთ სახეს, იმიტომ რომ ამ ზეწოლის, ამ სტრესების გადატანის საშუალება მას არ ექნება, იმიტომ რომ ნუგეშს ვერსად ვერ იპოვნიან. რადგანაც ეს კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი. ჩვენ ამ შეშინების მიზნით არ ვსაუბრობთ ამაზე, უბრალოდ გაცილებით უფრო მკაცრად და ტრაგიკულად არის ეს ყველაფერი განხილული წმინდა წერილში, იგივე აპოკალიფსში და შესაბამისად ეს რომ არ ყოფილიყო საჭირო ინფორმაცია, კაცობრიობას არც მიეცემოდა და არ იქნებოდა წმინდა წერილით გადმოცემული. ამრიგად იმათ საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ აი რატო საუბრობთ ესეთ თემებზე, განკითხვაზე, ბოლო ჟამზე და ასე შემდეგ. ჩვენ კი არ ვსაუბრობთ, ეს არის წმინდა წერილის გადმოცემა და წმინდა მამები ამის შესახებ საუბრობენ და გვაფრთხილებენ და თვლიან ამას როგორც სათნოებას ამის ცოდნას. მეტი არაფერი. ამრიგად ადამიანი შეხვდება ორ არჩევანს. ერთი იქნება სწორედ ეს ნიჰილისტური არჩევანი, ამ ურწმუნოების არჩევანი, მაგრამ ამავე დროს გარკვეული მატერიალური სარგებლის არჩევანი, გარკვეული თანმიმდევრული ისე რომ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული არჩევანი და მეორე მხრივ ადამიანს ექნება შესაძლოა მაქსიმალური შეზღუდვა, მაგრამ ამავე დროს იყოს მართლმადიდებელი და ის პრინციპი, რომელიც პირველ საუკუნეში მაცხოვრის მიერ იყო და სახარების მიერ იყო გაშღერებული, იმ პრინციპითვე
იქნება ბედნიერი. რამე თუ იქნება ბედნიერი და იქნება თავისუფალი, ანუ თავისუფლად იგრძნობს თავს მიუხედავად ამ უამრავი შეზღუდვებისა. ეხლა ეს ლოგიკური გონებისთვის მიუწვდომელია. ამასოფლიური გონებისთვის ეს მიუწვდომელია, მაგრამ არქიმანდრიტ ლაზარეს რო დავესესხოთ, ის სწორედ გვეუბნება, რომ ვინც იქნება არა ამ სოფლის საგანი, არა ამ სოფლის საგანი დამოკიდებულება და ჩათვლის ამ სოფელს წვრთისოფლად, მართლაც და დროებით სასტუმროს და არა სახლს, რომელშიც უნდა იცხოვროს მარაჯამ, იმისთვის გაცილებით უფრო იოლი იქნება. და ეს არის ქრისტიანული მართლმადიდებლური სწავლება, რომელსაც გვასწავლის დღეს ეკლესია. ამრიგად, ქრისტიანები აირჩევენ არა თავისუფლებას მკვდართა თანა, როგორც ამას დავით მეფსალმონე ამბობს. და თავისუფლება მკვდართა თანა იგულისხმება წმინდა წერილში, ხო, ფსალმუნებში, ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ადამიანები იქნებიან თავისუფალნი, მაგრამ სულიერად მკვდარნი. და ამავე დროს შეიძლება ადამიანი პრაქტიკულად იყოს მონურ მდგომარეობაში, ისე როგორც ადრე უწინ, ან მომავალში ჩვენ არ ვიცით ახლა ეს რა ფორმით შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამავე დროს იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და იგრძნოს ეს თავისუფლება. ეს არის განსხვავება, ეს არის არჩევანი. და ამ არჩევანის წინაშე დადგება კაცობრიობა, არჩევანის წინაშე დადგება ყოველი ადამიანი და ღმერთმა დაგვიფაროს არასწორი არჩევანისგან და ყველას უსურვებთ, რასაკვირველია მაცხოვრის სიტყვისაებრ. უკეთ უძემან, კანგან თავისუფლენ თქვენ, ჭიშმარიტად თავისუფალ იყვენით. და ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მონობა ქრისტიანული თვალსაზრისით იგულისხმება ცოდვისადმი მონობა, დამონება ცოდვისადმი, ვინც რისგანაც ძლეურია, მისი მონაა. და ადამიანები, რომლებიც ამ ნივთების მონა გახდებიან, მდგომარეობების და ამისათვის იბრძოლებენ და ყველაფერზე ხელს მოაწერენ, სწორედ პირდაპირი გაგებით გახდებიან მონები, მიუხედავად იმისა, რომ ჩათვლიან თავს თავისუფლად, რისგანაც დაგვიფაროს დიდებული ჩინთვაგანი ღმერთმა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.